მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. სტასოს რექტორი პროფესორი თეიმურაზ ქორიძე არჩეულია ევროპის რექტორთა საბჭოს წევრად. ამ საბჭოს წევრობა უნივერსიტეტს მნიშვნელოვან უფლებებს და პრივილეგიებს ანიჭებს. ელიტური სოციალური ინსტიტუტებისადმი მიკუთვნებას ყოველწლიურ სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაში Euro Education მონაწილეობას, საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლებისა და თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობას, კვოტა სტაჟირების გავლას, პრაქტიკულ სემინარ ტრენინგებში მონაწილეობას, სტასოს შესახებ ინფორმაციის განთავსებას ყოველწლიურ კატალოგში World Universities, სხვადასხვა საპატიო წოდებასა და ჯილდოზე კანდიდატთა წარდგენის უფლებას, საბჭოს ვებგვერდზე ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის განთავსებას, საბჭოს წევრი უნივერსიტეტების ინტერესების წარდგენას პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმებზე, სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე და სხვა. 21 საუკუნეში ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დასოს რექტორი პროფესორი თეიმურაზ ქორიძე ოქსფორდის ლიდერთა სამიტმა სოკრატეს უმაღლესი საერთაშორისო ორდენითა და შესაბამისი დიპლომით დააჯილდობა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალას, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს. ამავე ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა X-ზე წერს. როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან, წერს ანჯეი დუდა. სამინისტროში ვაკეთებთ შეფასებებს და ანალიზის გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფთან, მათ შორის მათთან, რომელთა საქმიანობაზეც პროტესტი აისახა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რით შეიძლება ასეთი ტიპის ბიზნესებს მივეხმაროთ. განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ლევან დავითაშვილის პროგნოზით 2025 წლისთვის ვითარება დასტაბილურდება და ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მაღალი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური წინაპირობები შენარჩუნებულია. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთვალისწინებელი ფაქტორები შეიძლება ყოველთვის იყოს ეკონომიკური ზრდის დაგეგმვა ბევრად უფრო კონსერვატიულია ხოლმე ვიდრე რეალურად შემდეგი შედეგები დგება. გერმანიამ საქართველოსთან 227 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. გერმანიის ელჩი რამდენიმე პროექტზე საუბრობს, რომელიც შეჩერდა, მათ შორის მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტები, ასევე ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება, წერს პიტერ ფიშერი. ჩვენი მთავარი სამიზნე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინეხის გაგრძელებისას არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად სანამ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ეს თოჯინების თეატრიც ასეთი შემართებით იქნება. საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ არაფერი ხდება და ექნებათ ივანიშვილის მილიარდების იმედი. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის წევრმა. ბექალი ლუაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმის სტუმრობისას განაცხადა, მისივე თქმით, მომავალი წლის პირველი კვარტლის პერიოდში შედეგი მიღწეული იქნება, როცა საერთაშორისო სანქციები მათ შორის ივანიშვილზეც გაფართოვდება. კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ ანადოლიძის განცხადებით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სერბეთის ოპოზიციის წარმომადგენელს ესაუბრა. ვესაუბრე სერბეთის ოპოზიციის წარმომადგენელ ბალსა ბოსოვიჩს. განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები, გავცვალეთ ინფორმაციების საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც არის რუსეთის ჰიბრიდული საინფორმაციო ომიდან გამომდინარე, წერს ანადოლიძე საკუთარ ფეისბუქზე. ზუსტად ვიცი რას და რატომ ვაკეთებ ამ ქალაქისთვის, ჩვენი გუნდი კი ამ ქვეყნისთვის. საქართველოს ძალიან მალე წელში გამართული მშვიდობიანი და ბევრად უფრო ძლიერი შეაღებს ევროპის კარს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ისტორია ყველაფერს სწორად შეაფასებს. პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დემდიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით ესაუბნენ ათობით ადამიანს, რომლებმაც პოლიციის ძალადობა განიცადეს. მათ განაცხადეს, რომ მიიღეს თავის ტრავმა, ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა ცხვირის სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში
ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს ბრალი წაუყენა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და გაასამართლა ისინი ფორმალურ სასამართლო პროცესებზე, თუმცა ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების მოსაგვარებლად. ორი კონკრეტული მიმართულებაა, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტის განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემკის ხევის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს ხტომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ განმარტა, ბიუჯეტის მიხედვით დაიგეგმება საბაგირო პროექტების განხორციელება. ერთი არის ვაზისუბნის მიმართულება, მეორე თემკის ხევის მიმართულება, სადაც შესაძლებელია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება ბიუჯეტის მატება მომავალი წლის განმავლობაში, ამის მიხედვითაც დავიგეგმებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში დამტკიცდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 27-მა წევრმა მიიღო. 27-ვე მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგის ხტომაზე არავინ არ იყო. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ხტომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, თანამშრომლობაზე, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე. გასული წლების მსგავსად მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე მოიწყო. სხვადასხვა მისამართზე 1213 ძირი ხემცენარე დაირგო. სკვერებში ემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი. ჯასაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით 4 მისამართზე სპორტული მოედნები განახდა. ერთზე კი ახალი სტადიონი მოეწყო. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა. ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მაია სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში არსებული კრიზისებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად მოლდოვამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა შეძლო. ცნობისთვის, მაია სანდუმ 3 ნოემბერს გამართულ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55% მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 895 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკო თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის საბოლოო აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, სადავო კულტურულ საკითხებს არ შეიცავს, როგორც აბორტთან დაკავშირებული სხვადასხვა ზომა და პენტაგონის მიერ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში განსხვავებულობის ხელშეწყობა. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონის მოთხოვნით ბიუჯეტის კანონ პროექტში შეტანილი დებულება შეიარაღებული ძალების ჯანდაცვის სისტემის მიერ გენდერული დისფორსიის მკურნალობას კრძალავს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნული დებულება გააკრიტიკა. რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს მთავრობის შემადგენლობას რუმინეთის პარლამენტში მხარი 240 დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე მინისტრი სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალები და ეთნიკური უნგრული პარტია კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია რუმინეთის პარლამენტში მანდატების 54%-ს აკონტროლებს. ცნობისთვის, რუმინეთის მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი უნდა დანიშნოს. მიმდინარე თვის დასაწყისში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმას ახორციელებდა. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე რა მოხდება თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს არ დამთავრდება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ომი 2025 წელს დასრულდება. ომი 2025 წელს დასრულდება, იგი ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება, განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე ევროპამ და აშშ-მ 300 მილიარდი ევრო დახარჯეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.